მელანო დურმიშიძე, ორგანიზაცია სისხლის უანგარო დონორების დამფუძნებელი. ჩვენი ამბავი ჯერ კიდევ 2016 წელს იწყება, როდესაც გავიგერო, ჩემი მეგობარი სრულიად მოხალისეობრივად რაღაც პერიოდულობით აბარებდა სისხლს. ჯერ კიდევ იმ დროს ძალიან მეშინოდა პირადად მე ამ პროცედურის, თუმცა მინდოდა რომ ჩემი წვლილი შემეტანა და გადავწყვიტე რომ გაგვეკეთებინა Facebook გვერდი, რომელიც მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებას ემსახურებოდა. მერე წლებმა გაიარა, ჩვენი გზებიც გაიყო და გვერდი უბრალოდ თავისთვის თვითმყოფადი იყო, როდესაც გვწერდნენ რომ დახმარება ჭირდებოდა, უბრალოდ ვაზიარებდით ინფორმაციას. აი უკვე როდესაც პანდემია დაიწყო და ძალიან მძვინვარებდა, სისხლის ბანკებში ძალიან დიდი დეფიციტი შეიქმნა და გვერდზე გაიზარდა მომართვიანობა. და მივხვდი რომ ეს იყო ის სწორი მომენტი, როდესაც უკვე ორგანიზებული მუშაობა უნდა დამეწყო. ალბათ ეგ იყო პერიოდი, როდესაც მივხვდით რა რთულია ადამიანი სისტემის წინაშე, იყო უსუსური, ვერ იღებდა პასუხებს, არ იცოდა როგორ უნდა მოიქცე, რა უნდა გააკეთო და მივხვდი რომ ძალიან კარგი პლატფორმა მქონდა იმისთვის, რომ ადამიანებს ამ კუთხით მაინც დავხმარებოდი. შეიქმნა სისხლის უანგარო დონორების ბაზა. ძალიან მიხარია, რომ ამ ადამიანებმა, ანუ ჩემო გუნდის წევრებმა მიპოვეს ან ვიპოვე, არ ვიცი რომელი უფრო სწორი არის. თუმცა დღეს ყველანი ერთად ვართ ჩვენ სიცოცხლის სადარაჯოზე. როდესაც დონორი სისხლს აბარებს, მნიშვნელოვანია, რომ მას გულწრფელი мотиваცია ქონდეს სხვისი დახმარების. ჩვენი სუპერგმირების არმია, როგორც მათ ვეძახით, ძალიან მრავალრიცხოვანია და მრავალფეროვანი. და უკვე ეს რიცხვი 4000 აჭარბებს. ამ ადამიანების უმრავლესობას ჩვენ არც კი ვიცნობთ. და ისინი მართლა თავისი გულწრფელი მოტივით დარეგისტრირდნენ, იმიტომ რომ უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება თავადაც საერთოდ არ ნახონ, უნდათ რომ დაეხმარონ, დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახის წევრებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ, რომ ჩვენ ამ 15 წუთიანი პროცედურით ვიღაცას სახლში უბრუნებთ დედას, შვილს, მამას და შეიძლება საუკეთესო მეგობარსაც კი. ჩვენი გუნდის მხრიდან გადარჩენილი სიცოცხლეების რაოდენობა უკვე თითქმის 2000 აღწევს და ძალიან გვიხარია ხოლმე ამ რიცხვის გაჟღერება. თუმცა აღსანიშნავია და ყოველთვის ვიძახით, რომ ერთი ადამიანიც რო იყოს ამ ჩამონათვალში, ჩვენთვის ეს იგივენაირად მნიშვნელოვანია. გითხარით, ჩვენი საქმიანობა პანდემიის დროს დაიწყო და გულწრფელად თავიდან ძალიან ინერციით ვაკეთებდი ყველაფერს. უცნაურია ისიც, რომ გზადაგზა გავიგეთ, რომ მაგალითად არ არსებობს ერთიანი წინაპირობები, არ არსებობს მონიტორინგის სისტემა, იმიტომ რომ თავად როდესაც ბევრი კითხვები გაგვიჩნდა, ამაზე პასუხები ვერ ვიპოვეთ. გარდა დონორების მობილიზებისა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები პასუხისმგებელ უწყებებთან, რომ მოხდეს სისტემის უფრო მეტად გაუმჯობესება და იყოს გამჭვირვალე ყველასთვის. ჯერჯერობით ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ, იმედი გვაქვს, რომ გავიზრდებით და ჩვენი მიზანი არის, რომ ყოველთვის ძალიან აქტიურად ვუწევთ პოპულარიზაციას, რომ გქონდეს ევროპული გამართული ჯანდაცვის სისტემა, სადაც ყველა ადამიანის სიცოცხლე იქნება ღირებული და გვინდა, რომ აი ამ მთელ პროცესში ძალიან აქტიური მონაწილეები ვიყოთ.